ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ეს არის რაღაცა ნაცური რეჟიმის გაგრძელება, მე ნაცურ რეჟიმში გულისხმობ არა სახელებსა და გვარებს, მე გულისხმობ მიდგომებს და ფასეულობით სისტემას, ხო? ანუ მე ხო არ შემცვლია განწყობა, როგორც 2011 წელს ჩაგრული ადამიანის გულშემატკივარი ვიყავი და მოძალადე ადამიანი მეზიზღებოდა პირდაპირ ფორმით. ზუსტად ასე ვარ დღესაც. ეს არის ჩემი ფასეულობითი არჩევანი. სწორედ ამას უსვამ მე ხაზს, რომ ნაცური მიდგომაა ის, დიახ, გახსოვთ თქვენ ნაცმოძრაობის რეჟიმების დროს ღამის ჩხრეკები, ჩადებები, ანუ ჩვენ თუ ეს წარსული არ შევადარეთ, რომ ზუსტად რატო გადაირჩია 2011-12 წლებში, 12 წელს ხელისუფლება ქართულმა ხალხმა? იმიტომ რომ აი აქ ქონდა უკვე ყელში ქონდა ამოსული ძალადობა, ის შეურაცხყოფა, რაც ქართველ ხალხს, ქართველ ადამიანს დამართა ამ რეჟიმმა. სწორედ ამიტომ უნდა ვისაუბროთ ჩვენ ნაპარალებთან დაკავშირებით, რომ ზუსტად ამ მდგომარეობაში ვართ ახლა. დღეს თავიდან ბოლომდე იმ პოლიციურ რეჟიმზე დგას ივანიშვილი, როგორც იდგა 2011-12 წლებში ნაციონალური მოძრაობა. სახელები და გვარებიც კი ერთი და იგივეა ამ ადამიანების, ხო? ანუ ბევრი გვისაუბრია, ბევრი გაგვისაჯაროებია, ხარება რომელიც იყო იმ მარბიელი რაზმების ხელმძღვანელი, მაგალითად მუხროვანის ამბოხების დროს გუში როგორც ლევან გოგიჩაიშვილის ბრიფინგში ითქვა, დღეს არის ივანიშვილის მარბიელი რაზმის ხელმძღვანელი. იგივე პოლიტიკოსები 2012 წელს შემომწირველი ადამიანები. ამიტომ ჩვენ თუ არ ვისაუბრეთ, რომ რაც იმ დროს იყო ზუსტად იგივე საკეთებს ბიზინა ივანიშვილი და არაფრით არ ჯობია ნაციონალურ მოძრაობას და ეს ნაცური მიდგომები, ეს ოპერაციები, რა ვიცი, აი მე უამრავ ასეთ кейსთან მქონია შეხება და ბევრად მძიმე кейსებთანაც მქონია შეხება. ჩვენ თუ მიუხედავად იმისა, რომ მესმის მე ტკივილების გახსენების მომხრე არა ვარ და რაღაცა აი ამ ჭრილობის რაღაცა ხელახლა ჯიჯგუნის როგორც აკეთებს ქართული ოცნება კომისიით და რაღაც ნახევრად სიმართლეს რო ასაღებს, მაგრამ ჩვენ უნდა ვუთხრათ მოსახლეობას, რომ თქვენ როგორც 2012 წელს გადაირჩიეთ ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად ასეა გადასარჩევი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არაფრით არ ჯობია დღეს ნაციონალურ მოძრაობას და ეს მიდგომები, აი ადამიანებთან შევარდნა, ორსულების დაწიოკება, ფონდების დაყადაღება, ადამიანების ქონების ჩამორთმევა, რეპრესიული პატიმრობა, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლებრივი პატიმრობა, პოლიტიკური პატიმრები ამ ქვეყანაში. მოდით რა დავასრულოთ ერთხელ და სამუდამოდ და ეს 20 წლიანი ციკლი როგორმე მოვაშოროთ ამ ქვეყანას უბედურების. რა თქმა უნდა, იყო პოზიტიური ნაბიჯები ყველა ხელისუფლების დროს. შავი და თეთრი ხო არ არის, ფართო პალიტრა არის და ბევრი განსხვავებული მოსაზრება შეიძლება გქონდეს ბევრ სხვა რეფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალადობა ამ ქვეყანაში და ძალადობის მეთოდებით შენარჩუნება საკუთარი ძალაუფლების არის დამღუპველი, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც აი ამ რეჟიმის საყრდენები არიან და ინარჩუნებენ ამ ძალაუფლებას. სამ განცხადების შინაარსიც უბრალოდ მე კითხეთ ეს მე ჩემი კითხვის არსი სწორედ ეს იყო, რომ ანუ დაიწყეთ პარალელის გავლებით და ამიტომ კითხეთ ზუსტად, რომ ამ პარალელის გარეშე თქვენ შეგიძლიათ ისე აკრიტიკოთ ქართული ოცნება, რომ ამ პარალელზე არის საუბროთ, აი მართლა გეკითხებით გულწრფელად, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ხშირად გელაპარაკებათ, ასე ვთქვათ, თვალს გადაევნებთ, გაფასებთ და ასე შემდეგ. შესაძლებელია არა არის პრობლემა პირიქით, ყველანაირი მოსაზრება ჩემთვის მისაღებია, უბრალოდ იმდენად არასდროს ლაპარაკობთ ამ პარალელის გარეშე და ეს რაღაც ხაზია, თანდევი მესმის თქვენი აუცილებელია გეტყვით რატო არა. უბრალოდ ადამიანურად გეკითხები, როგორც მოქალაქე, თუ შეგიძლია ილაპარაკო ამ პარალელის გარეშე. არა, ადამიანურად გეუბნებით მეც, რომ აუცილებელია ესეთი პარალელების გავლება, იმიტომ რომ პროპაგანდა დღეს დგას რაზე. ეს ადამიანები ტელევიზორიდან რო გვისაუბრებიან, ქუჩაშიც რო დადიან ეს ოცნების აგიტატორები და ასე შემდეგ, ადამიანებს ესაუბრებიან რას? მე უარგისი ვარ, ბევრი რაღაც ვერ გავაკეთე, ფულსაც ვიპარავ, კორუფციაში ვარ ჩაფული, მაგრამ მე ხო მოძალადი არა ვარ, მე ხო ნაცმოძრაობა არა ვარ. ზუსტად ამ მესიჯით ლაპარაკობენ და ჩვენ უნდა გავახსენოთ ამ ადამიანებს, რომ დიახ, ნაცმოძრაობის რეჟიმის გამგრძელებლები არიან ეს ადამიანები, ზუსტად ისეთივე მოძალადეები არიან. ჩვენ თუ ეს ტკივილები, როგორც თვითონ იყენებენ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტად, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჩვენც უნდა გავახსენოთ და ვუთხრათ, რომ ესენი არ ჯობიან იმად, ამიტომ არიან გადასარჩევები და ამიტომ წარსულში არის ორივე პოლიტიკური ძალა დასაკავებელი.